როცა რაღაც მაგალითად დენი წყდება, ან წყალი წყდება, ყველაზე კარგ შემთხვევაში ეს კომპანია შეიძლება თარბამ დააჯარიმოს და ეს ჯარიმები მიდის მერე ბიუჯეტში. და წამოიგინეთ, რომ ეს ხო აბსურდია, მე არ მაქვს წყალი, მე არ მაქვს დენი და კომპენსაციას ვიღაც სხვას უხდიან. და პირველ რაც უნდა გავაკეთოთ ამ მიმართულებით არის ის, რომ იმ კომპანიებს, რომელიც პასუხისმგებლები არიან ამ ინფრასტრუქტურაზე, წყალზე, დენზე და ასე შემდეგ, პირდაპირ ურთიერთობა მომხმარებელთან. და თუ მე გამისყდა დენი, კეთილი ინებოს და ჯარიმა მე გადამიხადოს. თუ მე არ მაქვს წყალი, კეთილი ინებოს და მე გადამიხადონ ჯარიმა იმისთვის, რომ მე არ მქონდა წყალი. და როგორც კი ეს ასე მოხდება და თუ მე მაგალითად საბურთალოს არ მქონდა ხოლმე წყალი ან დენი და შემდეგ, ასეთი რაღაც რომ მოხდეს, ეს კომპანიები ისე დაჯარიმდებიან, რომ მეორეჯერ ბევრჯერ დაფიქრდებიან, სანამ ძველ მიზანს დატოვებენ მიწაში. ამიტომ ჩვენი თქვა მიზანია, რომ ამ მიმართულებით შევცვალოთ ურთიერთობა თბილისელსა და ამ კომპანიებს შორის და ის რაღაც ფარველობა, რომელიც თარობას აქვს ახლა მოწყობილი ამ კომპანიებს მიმართ, რომ არაფერი არ ემუქრებათ, არანაირი შანსი არ არის, რომ ეს კომპანიები რამენად დაძრაობდნენ, რამე დაემართოს. და უბრალოდ ფაქტორულად წეწავენ თბილისელებს და თან ისე რომ არავინ არ არის პასუხისმგებელი ამაზე. ეს შევცვალოთ და ფაქტ გავხადოთ ეს კომპანიები პასუხისმგებელი მოქალაქეების მიმართ. ეს ყველაფერი აკრძალულია სემეკის მეშვეობით. ანუ ფაქტობრივად მე თუნდაც ჭა მოვთხარო და დავიწყო წყლის მომარაგების აწყობა ჩემ რაიონში. ეს კი აკრძალული მაქვს, იმიტომ რომ როგორც კი გავყიდი წყალს მეზობელს, უკვე დამაჯარებებენ და გამაჩერებენ.